თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას ხვალ ვიწყებ დიეტას. ხვალიდან ვიწყებ დიეტას. რატომ ხვალიდან? მოდი დღეიდან დავიწყოთ. ამ გადაცემაში ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ხვალ ვიწყებ დიეტას. დღეს ჩემს თანაწამყვანებთან ერთად ვარ ნატალია ვარდიცია ჩვენთან ერთად, ასევე გალა გელაშვილი, რომელსაც უკვე სხვა რუბრიკებიდან იცნობთ. დღევანდელი ჩვენი თემა ეხება ვეგეტარიანელობას, ვეგანიზმს და ასევე კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სწორედ გაგა დაგვეხმარება იმაში, რომ გავარკვიოთ ის ადამიანები, ვინც ვეგეტარიანელები ვართ, ან ვეგანიზმს მისდევენ, როგორ შეიძლება რომ ის დანაკლისს, რაც ხორცის სახით აკლდებათ, თავიანთი ორგანიზმის შეივსო. მანამდე მინდა რომ მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ, ზოგადად ვეგეტარიანელობის მიმართულებები რამდენიმე სახით იყოფა და ხშირად ხოლმე დღესდღეობით თანამედროვე სამყაროში უჭირთ ხოლმე გაიგონ და გაიაზრონ, რომ ვინ არიან ვეგეტარიანელები და ვეგანები და რატო აკეთებენ ამ გადაწყვეტილებას. აი მაგალითად ვეგეტარიანელები ის ადამიანები არიან, რომლებიც არ ჭამენ ხორცს, მაგრამ შეიძლება მიირთმევდნენ რძის ან კვერცხის სახით პროდუქტებს. აქედან გამომდინარე იყოფიან კატეგორიებად, მაგალითად ამოვიკითხავ, ეს არის ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელი, რომელიც არ იღებს არანაირ ცხოველურ პროდუქტს, მაგრამ ამასობაში მოიხმარს რძეს და კვერცხს. ასევე არიან ლაქტო-ვეგეტარიანელები, ესენიც არიან ადამიანები, რომლებიც არ ჭამენ ხორცს, არც კვერცხს, მაგრამ მხოლოდ რძის პროდუქტებს მიირთმევენ. ასევე გვხვდება ესკეტარიანელები, რომლებიც რძის პროდუქტებს არ მიირთმევენ, არც ხორცს, მაგრამ თევზის მჭამელები არიან და გვხვდება ოვო-ვეგეტარიანელი, რომლებიც არ ჭამენ ცხოველურ პროდუქტებს კვერცხის გარდა. აქედან გამომდინარე, უფრო გამკაცრებული ეს არის ვეგანიზმი. ვეგანიზმი ეს ის ფორმა, როდესაც საერთოდ ყველანაირ ცხოველურ წარმონაქმნზე უარს ამბობენ და ცხოველური წარმოების პროდუქტების მიღებაზეც, მათ შორის თაფლზეც. ალბათ ამას თავისი მიზეზიც გააჩნია, თავისი ეთიკური ფაქტორები გააჩნია. ამათ შორის მინდა გითხრათ, რომ მე და ნატალიაც ვართ ვეგეტარიანელები და სწორედ დღეს გაგასთან ერთად ვისაუბრებთ, რა გავიარეთ, რატო გავაკეთეთ ეს არჩევანი და როგორც შემდგომში უკვე ფიტნეს ინსტრუქტორი თავის რჩევებსაც გაგვიზიარებს. და ამასთანავე შეიძლება ითქვას, რომ ვართ ცხოველთა უფლებების დამცველები და ზოგადად ვეგეტარიანელებს და ვეგანებს მიაჩნიათ, რომ ყველა ცხოველი თავის ბუნებრივ გარემოში უნდა იზრდებოდეს და შესაბამისად ის პროდუქტები, რასაც აწარმოებენ, უნდა მოიხმარონ თავად და თავიანთმა შთამომავლობა. მიხარია რომ ვართ დღეს ისევ ამ სტუდიაში და გვაქვს საშუალება რომ ესე ვისაუბროთ თამამად ამ საკითხებზე, იმიტომ რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის იმდენად ღრმად პოპულარიზირებული ეს საკითხები და იმდენად ცნობიერების დონეც დაბალია, რომ ძალიან ბევრ დისკომფორტსაც ვაწყდებით მე და ნატალია ჩვენს ყოველდღიურობაში. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. მოგესალმებით, მე ვარ გაგა გელაშვილი, ფიტნეს ინსტრუქტორი და ასევე სამცხე ჯავახეთის გაქსონ armwrestling team გუნდის დამაარსებელი. როგორც უკვე ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, დღეს ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან თემას შევეხებით. ვეგეტარიანელი საერთოდ რას მოიცავს, ვეგანიზმი საერთოდ რას მოიცავს, რა დადებითი აქვს, რა უარყოფითი აქვს. რა გზა უნდა გამოიაროს ადამიანმა რომ გახდეს, თუნდაც რომ თავი დაანებოს და ასე შემდეგ და ასე. სანამ უშუალოდ გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან და ჩავშლიდეთ ჩვენს თემას, მინდა რამოდენიმე კითხვა დავუსვა ჩვენს წარმომადგენლებს, თუ რა გზა გაიარეს მათ აქამდე და რა დაბრკოლებები ხდებათ მათ. გთხოვთ? ხო, მე ჩემ ისტორიას გაგიზიარებთ, დაახლოებით 2019 წლის ნოემბრის თვიდან გადავწყვეტა, რომ ვეგეტარიანელი უნდა გამხდარიყავი. ამას თავისი წინაპირობა და ფაქტორი ჰქონდა. იმ წელს ზაფხულის პერიოდში ვიხილე კატა, რომელიც კატის კუნოტი უფრო სწორად, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად იყო დაზარალებული და აქედან გამომდინარე გამიჩნდა უკვე ის შეცოდების შეგრძნება და თანაგრძნობის შეგრძნება ცხოველების მიმართ. პლუს ამას ძალიან ვარ ძაღლების მოყვარული ადამიანი,
არაერთი ძაღლი მყავია, ეზოს ძაღლი და სამწუხაროდ რამდენიმე მათგანი დამეყობა, თუმცა მათ მიმართ ჩემი სიყვარული საკმაოდ დიდია და დავფიქრდი, რომ ისინიც ისეთივე არსებები არიან, როგორც ჩვენ ადამიანები და ისეთივე გრძნობები გააჩნიათ მათ, როგორც ჩვენ. გავიხსენებ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ ისტორიას, საკმაოდ დეპრესიული პერიოდი მქონდა და აი მახსოვს ჩემი ძაღლი როგორ მოვიდა, კალთაში თავი ჩამიდა და რაღაცა თითქოს გამახნევებელი მუხტი მოდიოდა მისგან, ანუ გამარებიდან გამიგონათ. კი ბატონო, და აი დროთა განმავლობაში მე რა უკვე რაც კიდევ უფრო მეტად დავახლოვდი ცხოველებთან, მივხვდი რომ მე ისინი არ უნდა მივირთვა და ჩემთვის პირადად გადაწყვეტილება იმის, რომ ვეგეტარიანელი გამხდარიყავი, მაშინ როდესაც ეს სიღრმისეულად ამ მიმართულების მიდგომებს არ ვიცნობდი, მივხვდი რომ მე ცხოველები უნდა დავიცვა და ისინიც ისევე იმსახურებენ ისეთ სრულფასოვან ცხოვრებას, როგორც პრეტენზია გვაქვს ადამიანებს, რომ ვიყოთ სრულფასოვანი ცხოვრების მიმდევრები. საინტერესო ნატალია, შენ რატო გადაწყვიტე, რომ აი ვეგეტარიანელი გამხდარიყავ და უკვე რამდენი წელია, რაც ამ გზას მისდევ, იმიტომ რომ მარტივიც არ არის მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მგონია მეც რაღაც შენ გზას გამოვყენ მკითხით რომ მეც ემპათიური მომენტი ჩამეცა და ცოტა ამ ემპათიის გამო გადავწყვეტე რომ არ მქონდა უბრალოდ სხვა შევეჭამა უხეშად რო ვთქვათ. მეც მგონი 2020 თუ 2021 წელს გადავწყვიტე და ოღონდ ჩემ შემთხვევაში ეს იყო რომ წინაპირობა მქონდა რომ ინფორმაცია შევისწავლე, ვუყურდი ვიდეოებს და რაღაც ხვიბრებს საკუთარ თავზე ვიძალავდი მეთქი. თუმცა რო გადავწყვეტე რომ უარი მეთქვა ხორცზე 6 თვე გავწერი ხორცისკაში არ მქონდა ნაჭამი და შემდგომ მომიდა შევჭამე და რო შევჭამე გემო არ მომეწონა ხორცის მე მივხვდი რომ საბოლოოდ შევძელი უარი მეთქვა. ხო ჩემთან ძირითადად ეს იყო იმიტომ რომ სადაც ვუყურებდი ცხოველების თვალებს რომელსაც და მოეკლათ და დაეკლათ უნდა შეჭამთ რაღაცნაირად მგონია რომ უსამართლობაა რომ რომელიმე ცოცხალი არსა ჩვენთვის საჭმელი გახცემ ჩვენც როგორც გვიან ცხოვრებათა ცხოვრისა უნდა და აი როგორც შენ აღნიშნე ეს სწორედ ეს არის რომ შეცოდების გადარჩენის და ბუნებრივ გარემოში ცხოვრების მომენტი იყო ჩემ შემთხვევაში პირადად. ხო, მე სიმართლე გითხრა, ესე დიდად არ გამჭირვებია, გამომდინარე იქიდან, რომ წლის განმავლობაში 4 ხანგრძლივ პერიოდს მარხვას ვიცავდი და აქედან გამომდინარე მიჩვეული ვიყავი, რომ ხორცზე უარი მეთქვა, არ ყოფილა თქვა ესე რთული, რომ დამეთმო. მაგრამ არც სურვილი არ გამჩენია დიდად, რომ ხორცი აი ამ გადაწყვეტილების მერე მიიღო და პირიქით, აი არ ვიცი, ალბათ სამყაროს გამოძახილის კანონი იყო, რომ აი რაც უფრო მეტად მივიღე მყარად გადაწყვეტილება, მეტად უფრო ესეთი ცხოველები ხვდებოდნენ ქუჩაშიც, ვიდეოს სახით, რომელიც თითქოს ადამიანის თვალებით გიყურებდნენ და ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ დღესაც კი დისკუსიის საგანია და გარემოში ამასთან დაკავშირებით დაბრკოლებები მექმნება, სწორი გადაწყვეტილებაა. მოდი ქალბატონ ნატალიასთან გადავალ ისევ ორგი კითხვით. მინდა გაიხსენოთ ზუსტად ის გზა და მომენტი, სადაც აქამდე მოგიყვანათ და საიდანაც დაიწყეთ ეს. გქონდათ თუ არა დაბრკოლებები ოჯახთან, როგორ შეხვდა ამ ყველაფერს საზოგადოება და ასე შემდეგ. ხო, ოჯახმა უფრო მარტივად მიიღო, თუმცა თავიდან თქვათ ეს მოწრა, აი მოდი შვილო ჭამე, მოდი შვილო აი რა გაგიკეთოთ რა ხორციანი გესიათ, თუმცა მარტივი იყო, მაგრამ ეს ახლობლების მხრიდან ყველაზე დიდი ზეწოლა იყო, იმიტომ რომ ეს მოგაკლდება, ეს უნდა დაგემართება ერთხელ მახსოვს, ექიმთან ვიყავი თვალებზე და სამქალმა გაიგო რომ ხორცს არ ჭამდი, შენ ხორცს რო არ ჭამო, იმის გამო დაგემართა თვალებზე პრობლემა, თუმცა ბავშვობიდან მქონდა ეს პრობლემა. აი, თუნდაც იციან ხოლმე რაღაც ორსოლობაში შეგექმნებათ პრობლემები და ასე შემდეგ და 5 წელში თვალებიდან აღარ გამოიხედებით, ხშირი გქონია მეც. კი, ძალიან და თქვენ? მე პირადად შევეხები იმას, რომ ოჯახმა ჩვეულებრივად მიიღო, უბრალოდ საზოგადოება არ არის ამ ეტაპზე მზადს, რომ ვეგეტარიანელი ადამიანები მიგვიყვანო. საკმაოდ რთულია, თუნდაც სარესტორნო ბაზარს თუ აიღებთ და გადახედავთ, რთულია იპოვა შესაბამისი საკვები შენთვის. იმიტომ რომ თითქმის აი ქართული სამზარეულოც ისეთია, რომ მრავლის მომსვლელს ჯიგ ხორციანებია. ხო, და ცომეული. მეორეს მხრივ კიდე საზოგადოებაში მქონია ხოლმე ცოტა დისკომფორტი, თუ პირობითად ვინმე ჯგუფისად მივიდიოდით, აი ძალიან მორიდებით ვამბობდი, რომ იცი მე ვეგეტარიანელი ვარ და ხორციანს ვერ მივირთმევ. და ხშირად ვქონიათ ხოლმე დამოკიდებულება ისეთი, რომ კაი რა გახდა ეხა ხორცი, ეს ხო ბუნების კანონია, ხო და შენ თუ არა ცხოველი სხვა მტაცებელი ხო შეჭამს ამას და ვქონია ხოლმე ესე დისკუსიები, მაგრამ ღრმად ამ დისკუსიებში პირადად მე არ შევდივარ, იმიტომ რომ იმ დროს ახლა კამაც აზრი არ აქვს, როდესაც
თელ ფილოსოფიას გიყვებიან ეკოსისტემის, მაგრამ იმას ვერ იაზრებენ, რომ ეს არის შენი ეთიკური გადაწყვეტილება და არგუმენტები მოყავთ იმის, რომ აი, ნახე თუ ცხოველებს ჩვენ პირობითად არ ვინადირებთ და სანადიროდ არ წავალთ, აი გამრავლდებიან და მე შეიძლება საშიშები გახდნენ და ტურა მოყავთ ერთ-ერთ მაგალითად, რომ ტურა არის იმდენად ცუდი მტაცებელი, იმდენად საშიში და ასე შემდგომ, რა ეგ თუ არ მოკლავ და მე გამრავლდება, წარმოიდგინეთ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, მაგრამ მე ამ არგუმენტს არ მივესალმები. ან უფრო მეტად ჩემი დისკომფორტი შეიქმნა საზოგადოების მხრიდან, რომ ყოველთვის თუ ვინმეს ერთად სადმე მიდივარ, მე მენიუში ვეძებ, რომ აი სადმე ისეთი ვნახო, რაც ვეგეტარიანულია და ხორცი არ ურევია და ესეც ალბათ შეიძლება დისკომფორტი იმათვისაც იყოს, ვისთან ერთადაც მივდივარ. მეორეს მხრივ კიდე რაც შემიძლია გავიხსენო ამ საკითხთან დაკავშირებით, ნატალიამ ახსენა პირველი კითხვის პასუხად, რომ აი მე გავსინჯე და ეს ხორცი არ მომეწონა. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, სამსახურში გამოვიძახეთ ატრია, ვუთხარით რომ ყოფილიყო სამარხვა, ახლა ვერ ეტყოდი ვეგეტარიანული, უთხოვეთ რომ ყოფილიყო სამარხვა და ანუ პირველი ლუკნის შემდგომ აღმოჩნდა რომ ხორცი მომხვდა კბილებში, ну რეაქცია ეგრევე ის იყო რომ უნდა გადმომეყო ეს თავისთავად, თუმცა შინაგანად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. და არ იყო სასიამოვნო მომენტი და ამ დროს, როცა ხორცი ვიგრძენი, ყველა ის ძაღლი წარმომიდგა თვალწინ, ვინც მყოლია და თუთიყოში ვინც იმ მომენტში მყავდა. ხო. აიტომ გზა სიმართლე რა გითხრა, რომ გამიჭირდა და დაბრკოლება დაახვიქვი რომ ხორცზე უარი თქვი, ესე არ ყოფილა, მაგრამ ჩემთვის დაბრკოლება დღესაც რჩება საზოგადოება და დღესაც რჩება თუნდაც სარესტორნო ნაწილი. აი ევროპაში თუ გადავხედავთ, ახლა ამ ბოლო დროსაც ვიყავი გერმანიაში, მიხარია რომ მენიუში მხვდება ვეგანური, ვეგეტარიანული და ანუ შენ გაქვს მრავალფეროვანი არჩევანი იმისთვის რომ შენი კვების რაციონი შეიცვალოს. ძალიან კარგია. აქვე რომ დაზინოთ, აი ზუსტად მივედით მაგ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად როგორ ფიქრობთ, რამდენად ადაპტირებულია დღეს საქართველოს და საერთოდ ჩვენი საზოგადოება ამ კუთხით, რომ ეს ყველაფერს თვითონაც ხელი შეუწყონ და გქონდეს შესაბამისი გარემო. ანუ როგორც უკვე აღნიშნა, ქართული სამზარეულო ძალიან დატვირთულია ხორცეულობით და დღეს ქართველ ადამიანს უმრავლესობას უკვე როცა ამბობ რა ხორცს არ უჭამ და გონიათ რომ შიმშილობ. ხორცს თუ არ ჭამ, წარმოადგენა აქვთ რომ ხარ მშიერი. მაგრამ ჩვენ სხვადასხვა რაღაცების შეცვლით შეგვიძლია რომ ეს რაციონი ავითვისოთ და შევივსოთ და ჩემ დასამწუხარად ჩემი კვებითი აშლილობა ალბათ ის რომ ცომეულს უფრო ვეძალები და ეს ვიზუალურად ფიგურაზეც აისახება. ხო, თუმცა აი თვლი რომ მაინც გარკვეული წლები გჭირდება რომ ცნობიერის დონეზე მიხვდნენ ვინ არიან ვეგეტარიანელები და რატო აკეთებენ ამ არჩევანს. ნუ ზოგადად ვეგეტარიანელები ის ადამიანები არიან, რომლებიც თუნდაც ტყავის სამოსზე ამბობენ უარს და ამით ცხოველის უფლებას იცავენ და ამ ბოლო პერიოდშიც დავიწყე ისეთი პროდუქტების შერჩევა კოსმეტიკური კუთხით იქნება ეს თუ ჰიგიენის საშუალებები, რომელსაც აწერია ვეგანური. იმიტომ რომ ჩემთვის ეს უკვე ერთ-ერთი ღირებული გახდა, რომ ის პროდუქტი ცხოველზე არ იყოს გამოცდილი, ანუ მარტო ის არ არის ხორცი არ ჭამვან ცხოველის მიერ წარმოებული პროდუქტი, ასევე ღირებულია, რომ ცხოველები არ გამოიყენონ საცდელად იმ რაღაცა პროდუქტებისთვის. ნატალია, შენ რამის ხარ დაამატებდი ამ ნაწილში, შესაძლოა რომ გაგვიზიარო. მინდა დავამატო, იმიტომ რომ შარშან მახსოვს ორ სხვადასხვა კვებით დაწესებულებაში ვიყავით და ვერცერთგან ვერ გარჩეს რა იყო ვეგეტარიანული და რა იყო სამარხო. მიდათ აი მართლა კამათი მოგვიდა, რასაც ხარ რომ დამქი ვეგეტარიანული, ანუ სამარხო, ანუ საზოგადოებას უჭირს გაიგოს რომ ვეგეტარიანელების ხვები ვარ და ვინც მარხვაზე კიდე სხვა. ამ ხრი მიდათ დიდი დისკომფორტია, მე პირადად ისე უხერხულ სიტუაციაში ვარდები ხოლმე რომ აი თითქოს გიწევს რომ ელემენტარული საბაზისო აუხსნა და პლუს არგუმენტები რაც თქვი და აი რაღაც არარეალური მაგალითი მოგთხოვე ბიბლიდან რომ აი ღმერთმა იმიტომ მოგვიყვნა და ადამიანი ყველაზე უზენაეს და ჩვენ და გამოვიყენოთ ჩვენ და ვჭამოთ. აი იმდათ ალბათ რატო შეურაცხყოფელიც არის ეს ყველაფერი და თან ვფიქრობ დისკრიმინაციის ხარბერთ იმიტომ რომ ხშირად აგრესია მიგრძნია მე პირადად რომ თითქოს იმის გამო რომ ხორცს არ ჭამ ვიღაცაზე უკეთესი მგონიათ ვი ან არის უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილებაა და მე მინდა რომ ამ გზას დავადგე. ნახრო კიდე მნიშვნელოვანია როგორც აღნიშნე ეს კოსმეტიკური საშუალება იმიტომ რომ მე წლები უკვე ვეგანურ რაღაცებს
იმას მოეხმარდა და აი შვიდათ ვარო ეს ვეგანური შამპუნი ეს ვეგანური და შინაგანი კომფორტის შეგრძნება და აი ფიქრობ უფრო და უფრო წინ წავალთ იმიტომ რომ თქვა თუ კი ევროპაში და ევროკავშირის ქვეყნებში რაღაც იმაზე არიან რომ ორიენტირებულად ვეგანი იყოს მეტი გარემოს მომთხოვნა ჩვენ კიდე პირიქით კიდევ ის მენტალიტეტი მაგრამ თუ კი ხორცს აშჭა მორჩაცუდათ ხარ მოკვდები შვილოს სახლში რას გაჭმევენ აი და ეს არჩევთ ყოველას მოგვისვენია ერთხელ მაინც აი სტატისტიკურადაც მე როგორც ვიცი ყოველწლიურად იზრდება ვეგეტარიანელების და ვეგანების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით და ეს საკმაოდ სასიხარულო ფაქტია ალბათ თავისთავად ცხადია გყავთ ვეგეტარიანელი მეგობრები ხო ასე რამდენად გიჭირთ იმ საზოგადოებასთან ურთიერთობა კომუნიკაცია რომლებიც ბჭყალებში არ არიან ვეგეტარიანელები ეგ უბრალოდ მაინტერესებს თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ მე მყავს მეგობრები, მოსწავლეები, რომლებსაც საკმაოდ დიდი დაფრკოლება აქვს. უბრალოდ მართლაც დისკრიმინაციაში აყენებენ მათ და სოყოთ აი თქვენის ხალხი არა ხართ, რომ არა, ჭამ შენ რა უნდა მიაღწიო, რა შედეგი უნდა გააკეთო, არა და რეალურად თითქმის ერთი და იგივე შედეგზე არიან ხოლმე ხანდახან გადაჭარბებულა და წკი კარგად მიდიან წარმატების ხროვეს ბიჭები. თქვენ რას ფიქრობთ მაგ საკითხზე? ახლა ახლა ალბათ ფიქრობ მიღებაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ შეგვიძლია თქვენი გავცვალოთ, თუნდაც ვიცით მეგობრებთან და სადღაც ესე კაფეში მიდარ ხოლმე, ისინი უკეთავენ ხორცის ხინკას, ყოველის ან კარტოფილის ხინკას არჩი, აი, გონი ალბათ რომ უბრალოდ ხელშეწყობაზე და იმაზე, იმიტომ რომ აი არ ძალიან მარტივია თქვენც გავუგოთ ამ ხრით, თუ კი ვიღაცას ხორცის garaში არ შეუძლია და ჩვენ გვესმის რომ აი ხორცის garashi არ შეუძლია უნდა იყოს ხორცი, ანუ ჩვენ ხორცს არ ვჭამთ, ამიტომ ამ ხრივაც მარტივია რაღაც ალტერნატიული სივრცე შეგვქნა ვფიქრობ. თუმცა ალბათ ეს ადამიანების კეთილნებაზეა, იმიტომ რომ უმეტესად მათთვის მარტივი გამოსავალი აგრესიის წამოვიდნენ და რაღაც ცუდი რაღაცები გითხრა რაც მეტწილად გულს გტკას, ვიდრე გაგვიგონდა თუნდაც ხელი შეგვიწყონ რომ აი კი ბატონო ხორცს არ ჭამ და მოდი რაღაც ალტერნატიული ვნახოთ. არის ჩემი დაკვირვებით ასეა. ჩემ და სამწუხაროდ გარემოში არ მყავს ნაცნობი სამეგობრო წრე, ვინც ვეგეტარიანელები არიან. აი მიხარია რომ ნატალია ერთად ჩვენთვისაც მარტოში ახალცაში ხო და მაგრამ აი შევარსაკითხეთ სამეგობრო წრეშიც სამსახურშიც ბედნიერი ვარ რომ ითვალისწინებენ ჩემ მდგომარეობას და შესაბამისად რაციონიც ისეთი გვაქვს რომ მეც ვარ გათვალისწინებული იმ ინტერესებში და სხვა ადამიანიც და ყველაზე მეტად იცი რა მიხარია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აი რა პროექტებშიც მიმიღია მონაწილეობა და განსაკუთრებით ახლა ამ ბოლო დროს გარემოს დაცვით კამპანიებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ასე ვთქვათ ტრენინგ კურსი ერევანში გქონდა ახლა ახლოს მომავალში ნიდერლანდებში მივდივარ ვინაიდანო ჩვენ ვართო გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე თიმი აქედან გამომდინარე ჩვენი საკვებიც არის ვეგეტარიანული და ვეგანური ეს იმდენად აღმოფრთოვანებელი იყო ჩემთვის რომ ერთის მხრივ ნახეთ გარემოს დაცვითი ასე ვთქვათ კომპონენტი გახდა სწორედ ცხოველების დაცვაც და იმიტომ ითვალისწინებენ თუნდაც პროექტების ფარგლებში რომ კვების რაციონის და კულტურაც ესეთი იყოს. ამიტომ იმედია რომ საქართველოშიც ნელ-ნელა მიგვიღებენ ესეთ ადამიანებს და შემდგომში ალბათ კვებითი რესტორნების თუ ასე ვთქვათ ობიექტების შემთხვევაში არ გვექნება ის წინაღობები, რასაც დღეს ვაწყდებით. კიდევ ერთი მონიკი კითხვა მექნება თქვენთან. პროდუქტს მაგალითად როგორც თქვენ ვეგეტარიანელები რამდენად ჯანსაღად და ჯანსაღი გვხვდება საქართველოში ის პროდუქტები, რომელსაც უშუალოდ თქვენ მოიხმართ. მე როგორც მაგალითად ნაირმჭამელი ადამიანი სპორტსმენი, სხვათა შორის ჩემი გარემო საკმაოდ მრავლისმომცველია. ყველანაირ საკვებს მივირთვი, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად რომ შევზღუდო მავნეჩვეების მატარებელი პროდუქტები. თქვენთან მაინტერესებს, რამდენად კარგი და ჯანსაღი პროდუქტია დღესდღეობით საქართველოში შემოსული, რომლითაც შესაძლებელი ექნება ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს რომ გახდეს ვეგეტარიანელი, რომ მოიხმაროს ეს პროდუქტები. კაი, ცოტა ისეთი კითხვა რომ ესე ცალსახად მე ექსპერტი არ ვარ, ვისაუბრო. შენი აზრით თქვენ მაგას. ხო, ჯერ ამას ვიტყვი და შემდგომ ჩემარსაც გაგიზიარა, როგორც ექსპერტმა ვისაუბრო, რამდენად ჯანსაღია ან არ არის ჯანსაღი, ეს არის უფრო სხვა დონეზე გადასაწყვეტი ფალსიფიცირებული შენი გადმოსახედი. ფაქტია რომ ახლა საქართველოს ბაზარი ვინაიდან ეკონომიკურად განვითარებადები ვართ და მთლად ისე მყარად არ ვართ როგორც უნდა ვიდგეთ და პლუს ამას წარმოების მხრივადაც რაღაც
რაღაცა ჩავარდნები გვაქვს, შემოდის ბევრი იმპორტული საქონელი, აქედან გამომდინარე რთულია იმის წარმომავლობაზე დაიწყო ძიება და აღმოაჩინა რამდენად ნატურალურია ან არ არის ნატურალური. აქედან გამომდინარე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ჩემს საბედნიეროდ ჩემ ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთი, სადაც ცხილის, ბოსტნეულის და ასე შემდგომ პროდუქტების მოყვანა შეუძლია და ხშირ შემთხვევაში რთულია დღეს იკვებო ვეგეტარიანულად და ძვირი არ გადაიხადო, იმიტომ რომ პროდუქტების ფასებიც საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ხილი, ბოსტნეული იმდენად კატასტროფულ ზღვარზეა ასული, რომ ხორცის ფასამდე მიდის, შეიძლება ესეც ითქვას და აი რაციონში შეიძლება უფრო მეტად მქონდეს წიწიბურა, მქონდეს ოსპი, მქონდეს ლობიო, რაღაც ტოფრო ცომეულიც, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ თლად გაჯერებულია ხილით და ბოსტნეულით, იმიტომ რომ აი რაღაცა ზამთრის პერიოდში უფრო მეტად შემოდის იმპორტირებული საკვები და შესაბამისად არ ვიცი ის როგორი წარმოების არის. ამ შემთხვევაში მირჩევნია საკუთარი ბოსტნის მიღება და ძალიან კარგი როცა მსგავსად ადამიანს აქვს საშუალება იმის რომ მოიყონოს საკუთარ ეზოში გააზარდოს და შეეძლოს მისი გამოყენება. რეალურად ყველაზე მაგარი არის ეგ დღესდღეობის ჩვენ ცხოვრებაში. და მოდით გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე და შემდეგი კითხვა არის ესეთი. მაინტერესებს თემა წიგნები თუ არსებობს დღეს საქართველოში და მოიძიება სადაც გაიღმოვებ ცოდნას და მეტად ჩაიხედები ამ სფეროში, რომ გადაწყვიტე და მიხვიდე აქამდე რომ გახდე ვეგეტარიანელი. ნატალიას უფრო ექნება პასუხი, იმიტომ რომ წიგნების მოყვარულია და მე დიდად მეტად გავხიდე ნატალიას. ხო, მე პირადად მართლა ვიტყოდ, ბევრი მცდელობს ვიყავთ, არ შემხვედრია, თან ნათარგმნით არის იმდენად ხარიცხი, იმდენად კარგად, რომ რაც ინფორმაცია მიიღო და აბალანსდა ასე შემდგომ, მაგრამ ამ ხრივ კარგი არის, რომ ხელოვნური ინტელექტი იმდენად არის განვითარებული, მე ჩვენ ყველას მეგობარი ChatGPT, რომ იქიდან უფრო მარტივია რაღაც ინფორმაცია მიიღო, რაც შეიმეცნო, ვიდრე თვითონ ეს წიგნები ლიტერატურა და ასე შემდგომ და მანდა მახსნა ასევე ევროკავშირი ერპა და არ შეიძლება გვერდი აქვთ, იმიტომ რომ თუნდაც იგივე, ანუ აი ეს საერთაშორისო პროექტები ძალიან უწყობს ხელს და კიდე მეორე საკითხი რომელსაც მინდა დავუბრუნდე არის ეს რომ ცომეული ჩემი დიდი პრობლემაც არის და მგონია რაღაც ეს იმიტომ გამომდინარე რომ გარემო არ არის ჩვენზე მორგებული, იმიტომ რომ შედიხარ კაფეში არ გაქვს დრო და გინდა ცომი უნდა აიღო, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ აქვს, ვერ შემოგთავაზებენ ვერაფერს რომ ვთქვათ იგივე ოსპის კოტლეტები შეიძლება გააკეთოს, მაგრამ აქვს ხორცის და არა ვეგეტარიანელების მისაღები და ამიტომ ეს დიდი პრობლემა რომ ან საერთოდ არ არის რაიმე ლიტერატურა ნათარგმნი, ან იმდენად რთულად არის ნათარგმნი, რომ პირიქით ძალიან დიდ შეცდომას შეყო და ჯობია ისე რომ ChatGPT-ს კითხო ან ვიდეოს უყურო ან რაღაც ესე მარტივი გამოსავლებად უნდა გადაამოწმო. კი, ძალიან საინტერესო სტატისტიკური მონაცემები შემიძლია. საშუალოდ 2014-20 წლის მონაცემები არის ერთი ამერიკელი წელიწადში 7 დრო ხასჭამს და ანუ არ ვიცი რომ ქართულ სიტუაციაზე გადმოვიტან და მე ხო, კიდე რო გვეუბნებიან რომ არაფერს არ ნიშნავს ის რომ შენ ერთი რიგითი ადამიანი ხორცზე ვარ, ამიტომ რომ შენს გარდა იქ ძალიან ბევრია ვინც ხორცს ჭამს, ანუ ფიქრობ რომ რეალობასთან არ არის კავშირში, იმიტომ რომ თუნდაც ჩემი მაგათ რო იყო ჩემი ოჯახი, რაც ხორცის შედარებით მცირეულ ფერს ყავს, იმიტომ რომ მე ერთი ინდივიდი მოვაკლდი ამ ხორცის მჭამელთა რაოდენობას და ეს ძალიან დიდი შედეგია ჩემი აზრით. გავაგზავნოთ და გადავიდეთ შემდეგ ერთ-ერთ კითხვაზე. მაინტერესებს ოღონდ მითხარით პირდაპირ გულახდით. მოგდომებიათ თუ არა როდესმე რომ ხორცი შეგეჭამათ. არა, მე წინა, ასე ვთქვათ, ნაწილში აღნიშნე, რომ როდესაც მყარად მივიღე ეს გადაწყვეტილება, ესე სურვილი არ გამჩენია, რომ მიმეღო და ამის წინა პირობა იყო ის, რომ მარხვების პერიოდში მე უკვე ის ჩვევა გამომუშავებული მქონდა, რომ ხორცზე ვამბობდი უარს. და ისიც ვთქვი, რომ როდესაც საკვები, რომელიც შევუკვეთე, რომ ყოფილიყო სამარხო და შემხვდა ხორცი, ეს იყო ჩემთვის ძალიან ცუდი შეგრძნება და საერთოდ არ მესიამოვნა რომ ხორცი მომხდა. ხო, არ ხოლმე მაგალითად შემთხვევები რაღაცა სონი არომატები, თქვა რომ იწვება კოტლეტი ან მწვედი, ქსიამოვნებს, მაგრამ არ მიჩენს სურვილს რომ ეს ვჭამო. ხო, ანუ ეს არის ჩემი გულახდილი საუბარი და ყველაზე მეტად რაზე მეცინება ხოლმე როდესაც სამეგობრო წრე ან თუნდაც სამსახურში გვაქვს ესეთი სიტუაცია, რაღაცა არასამუშაო პერიოდში თქვა რაღაცა team building-ის მსგავსად რამეს ვიწყობთ და ერთ-ერთი ულუფა არის მწვადი. ეს
საკმაოდ მარტივად და თავისუფლად შემიძლია შევურჩიო, რომელია ყველაზე კარგი ნაჭერი. ამაზე ძალიან ეცილებათ, რომ არ ჭამ ხორცს, მაგრამ საიდან ხდები, უბრალოდ ეს წარსული ცხოვრების გამოცდილებაა. მაგრამ ესე რომ გითხრათ, რომ მომინდება, არა, მანამდე სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიყავი დიდად ხორცის მჭამელი, ალბათ ხორცი მომეწონებოდა როგორც მწვადი და ხინკალში. ესე სხვა კერძებში დიდად მოყვარული არ ვყოფილვარ და ეს ფაქტორიც იყო ალბათ გამსაზღვრელი, რომ მარტივად მივიღე გადაწყვეტილება, დღეს არ მიჭირს. ძალიან კარგი და თქვენ? ხო, ჩემი სისუსტე იყო ესე გულფოთ, რომ აღარ ხორციანი ბლინები, აი არ ვიცი, ისე მიყვარდა, რომ და აი სულმოთ რომ წამძლია, ხო, სწორედ ეს იყო, აი მაგდას რომ დავნახე, აღდგომის პერიოდი იყო ეს ხორციანი ბლინები, აი ისე მომიდა, რომ მეთქი არ სულ შევჭამ და უბრალოდ აი ზუსტად ნანას გამოსწრება ძალიან კარგად ვისწრე, იმიტომ რომ მოვკვიჩე და მივხვდი რომ არ იყო ეს გემო ჩემი, არა, შეუძლებელი იყო რომ ეს მეჭამა და მაშინ დეგაი როცა კი რამე ყოფილა არ მომდომებია, როგორი ისიც არ უნდა იყოს რთული, თუმცა თუ კი სუნიან რაღაც ის ასოციაციურად წამიყვანდა, ყოველთვის ჩემი ქვეცნები რაღაც ერთგვარი დაცვითი ფუნქცია წინა პლანზე წამოწა და ამ ყველაფრის უკან რა დგას ის ცხოველები რო კლავენ, ის არაჰიგიენურად რო აკეთებენ, აი ეს ყველაფერი თავისთავად მოდის ხოლმე და ამიტომ აი არ მომდომებია მაშინ. და ის გამოსვლა სულ ბახტას რომ როგორ ავიღეს ბლინი რა გამესინჯა. და გადავიდეთ, მოდით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე კიდევ რა მითები გსმენიათ, რომელიც დაგიმსხვრევიათ თქვენ თვითონ და რომლის დამსხვრევასაც ახლა ფიქრობთ და აპირებთ. რაიმე ბავშვი შიმშილობს. აი ეს მახსენდება. მე შენ გაძახი, გეყო, ანუ ხა ბოსტნაურს როგებულა, მაგას გეკითხებია, რა ეს იყო შენთვის საკმარისი? ხო, ვეგეტარიანელები ალბათ ასოცირდება, აი ის ადამიანები ყავაში რა შაქარს არ იყრიანო, როგორები არიან და შეიძლება ესეთი ასოციაციაც გქონდეთ ხოლმე. ხო, აი ძირითადად ეს მითები და სტერეოტიპები მოხდება ჩემს რეალობაში, ცხოვრებაში, ესე განსაკუთრებულად რომ გავიგო, თქვა სოფხედელობის ხრივ როგორები რა მითური შეხედულება აქვს, ესე არ ვიცი, მაგრამ რაც პრაქტიკაში მქონია იყო ეს და თავარი. ბავშვი მშიერია. ხო, მეც ეს რა ჯანმრთელობის პრობლემა ჯერ არ შეგიქნა, მაგრამ არ შეგიქნა და რო გაიგებენ რამდენი წელი აჭამ, ხო, კაი, აი ჩემი იმის ვიღაცის რაღაც პრობლემა შეექნა, შენც შეგექნება. ნუ კიდე čo ძლები ეშლებათ და რაღაც ერთი პრობლემები. ხო, აი მე მაგალითად ენდოკრინული მიმართულებითაც კურნალობ და მანამდეც B12-ის ნაკლებობაც მქონდა, ეხლაც ანალოგიურად და ვახდენ ამას წამლებით შევსებას, ხო? თქვენ კი არ ბევრ ადამიანს აქვს ხო, ანუ ხორცის მჭამელი ადამიანებსაც იმათაც კი აქვთ პრობლემა, მაგრამ ყველას არ არსებობს. რა რაოდენობის ხორცი უნდა მიირთვა შენ, რომ ის დანაკლისი ამოავსო და აი D ვიტამინთან ვახდენ ხოლმე ესე პარალელის გავლებას, რომ აი თუნდაც აფრიკის ქვეყნებში ხო სულ მზეზი არიან, მაგრამ D ვიტამინის დეფიციტი აქვს, იმიტომ რომ იმას თლად საკვებით ვერ ივსებენ. მაგრამ ჩვენ საქართველოში კაი დაუშვათ D ვიტამინის შემცველ საკვებს მივიღებთ, მზეზეც მეტნაკლებად ვართ, მაგრამ მაინც დანაკლისი გვაქვს. ნუ ამ შემთხვევაში უკვე გვჭირდება მედიკამენტური მიშველება, იმიტომ რომ იმ რაოდენობის ბოსტნეულს თუ იმ საკვებს ვერ მიიღებ, რასაც ორგანიზმში შეივსებ D ვიტამინს. ეს მგონია, ამიტომ ხორცის მჭამელობა, B12-ის ნაკლებობა შეიძლება თქვენს გქონდეთ. ეხლა თქვით. რამე კითხები ხო არ გვაქვს კიდე ჩვენთან გაგა? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კითხები შენთან. კარგი, თორე დავიწყოთ. იმიტომ რომ მოგვეცა საშუალება რომ შენ როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი ყოფილიყავი ჩვენთან და გარდა იმისა რომ ავარჯიშებ ადამიანებს, ასევე კვების რაციონსაც უდგენ. და კარგად გეცოდინება შესაბამისად ადამიანის ორგანიზმს იმისთვის თუ რა მიზანი აქვს მოიმატოს, დაიკლოს, რა ნივთიერებებია საჭირო ამისთვის. აი ჩვენ როგორც ვეგეტარიანელებს და ვეგანებს რას გვეტყოდი? ანუ როგორ შეგვიძლია რომ თუნდაც ის დანაკლისი, რასაც ხორცის სახით ვერ მივიღებ, ჯერ ისვისა, უბრალოდ რომ ხორცი რას გვაძლევს და მე იმას რასაც ვერ ვიღებულობთ, როგორ შეგვიძლია რომ ის შევავსო და საერთოდ უკარგავთ თუ არა რამეს ამ არჩევანით. საერთოდ დავიწყებ იმით, რომ უპირველეს ყოვლისა ადამიანი როდესაც მაგალითად გადაწყვეტავს ვარჯიშს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ის იქნება ვეგანი, ვეგეტარიანელი თუ ჩვეულებრივი ხორცის მჭამელი ადამიანი, ყველა ადამიანს განურჩევლად მსგავსი კატეგორიებისა, ყველას აქვს ვიტამინების ნაკლებობა. წეგან აღნიშნე მაგალითად თბილ ქვეყნებში ადამიანები, ვინც არიან და სულ მზეზე იყოფებიან, ასევე იგივე მდგომარეობა გააჩნიათ, რომლებიც ცხოვრობენ ზღვის პირის ქალაქებში, რომლებსაც აქვთ ომეგა ცხიმების ნაკლებობა. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად ზღვის პროდუქტებს მიირთმევენ და ის მდიდარია ომეგას მაინც ნაკლებობას განიცდიან. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მსგავსი პრობლემა. მაგას მნიშვნელობა რა გასჭამ.
წარმოიდგინეთ, რამდენი პროდუქტი უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ ეს ბალანსი შეავსოს. ყველაფერს ყოველ შეჭამთ. ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება ადამიანის, რომ იყოს ეს და მოსწონს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მას და მსგავს ადამიანებს უბრალოდ უნდა გავუგოთ პირველ რიგში, მივესალმოთ მის გადაწყვეტილებას და უნდა ურჩიოთ. მე როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი ვაძლევ რჩევას, გააჩნია რა სჭამს და რას მოიხმარს. რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვეგეტარიანელის სახეობებად იყოფება, შესაბამისი დიეტა და კვება უნდა დავუნიშნოთ მათ. ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე საერთოდ ზოგადად რო ავიღოთ. ეს არის კალციუმის, მაგნიუმის, B12-ის და B ვიტამინების ნაკლებობა გაგოჩნია საერთოდ ადამიანებს, მაგრამ ესე ადამიანები ჩვენ თვითონვე ვთვლით, რომ აი ვეგეტარიანელებს უფრო და უფრო ნაკლებობა გააჩნიათ. არა, ეს ჩვეულებრივი მსგავსად ერთ-ერთი მითად შეიძლება ჩავთვალოთ, გამომდინარე იქიდან, რომ მე ჩემს მოსწავლეებთან, მეგობრებთან ბევრჯერ ჩავატარებინე მაგალითად ტესტი გამოკვლევა, მაგრამ გამოკვლევას სხვა შედეგი და პასუხები გვაჩვენა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გვაქვს მსგავსი ვიტამინების ნაკლებობა, რას ვაკეთებთ? დღეს მედიცინა საერთოდ ძალიან განვითარებულია უკვე და ყოველდღიურად ვითარდება ჩვენ ცხოვრებაში. არსებობს ეს ცალსახად ვიტამინების კომპლექსი, B12, D ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი და ასე შემდეგ, რომელიც შეგვიძლია დამატებითი სახით მივიღოთ და მაგის პრობლემა სრულიად აღმოფხვრათ. აი, ჯანმრთელობის ნაწილში მინდა გამოგეხმაურო, რომ უკვე საკმაოდ ბევრი კვლევაა დადებული, რომ ვეგეტარიანული და ვეგანური ბრჭყალებში დიეტა, იმიტომ რომ ხშირად ამაზეც დაობენ, ეს არის დიეტა თუ ეს არის არჩევანი კვებით იქცევის, ამბობენ, რომ სწორედ ისეთ დაავადებების რისკებს ამცირებს, როგორც არის გულის დაავადება. ანუ შესაბამისად, გარკვეულ ქრონიკულ დაავადებებზეც კარგად მოქმედებს მსგავსი არჩევანი და ხშირად იმასაც ამბობენ, რომ გარკვეული კიბოს რისკებსაც ამცირებს, გარკვეული ჯგუფის კიბოს რისკებსაც. აქედან გამომდინარე, ეგეც სადაოა და ალბათ ბოლო ნაწილში შევაჯამოთ. არის თუ არა ვეგეტარიანელობა და ვეგანობა დიეტა, თუ ეს არის უბრალოდ ადამიანის ეთიკური არჩევანი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. თუ საერთოდ ზემოხსენებული დაგმოვდგებით, ადამიანის კუჭი პირდაპირ მოწყობილია, რომ ბალახეული გადაამუშავოს. არ იყო თავიდან მოწყობილი იმისათვის და არ შექმნილი, რომ პირდაპირ ხორცს პროდუქტები მოემზადებინათ, ეჭამათ და ასე შემდეგ. თავიდან თუ ყველაფერს ესე მივუდგებით. მაგრამ ადამიანი როგორც ყველაფრის მეფე, ასე რომ ვთქვათ, მან გადაწყვიტა ყველაფერი მოეხმარა და ყველაფერი შეეთავსებინა. დღეს რო გადავხედოთ ჩვენ კვებით ღირებულებებს და მოხმარების პროდუქტებს, რასაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვხედავთ, ჩვენი ორგანიზმი მაგისთვის მზად არ არის და არც ყოფილი არასდროს. უბრალოდ რაღაცებს სხვა ის მივეცით, რა ქვია, დაწესებულებები მივეცით, დაწესებულებები კი არა, მართულება და სხვა დანიშნულებები მივეცით ამ ყველაფერს და შევუთავსეთ და ვთქვით, რომ ეს საკვებია და რეალურად საკვები არ არის. მე მაგალითად როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი მივესალმები ადამიანებს, ვუგებ მათ ჩვეულებრივად, არასდროს არ განვიკითხავ მათ ქცევას, ეს მათი გადაწყვეტილება, ბუნებრივი გადაწყვეტილება და ეს საკმაოდ პოპულარული თემა უნდა იყოს, რომელსაც თავისთავად ბევრი ადამიანი მეусმენს და აფასებს პატივსცემს და მისი კეთილის ნებასურველი იქნება გახდება თუ არა ის. მაშაობა რაღაცა გკითხავ. ანუ სანამ აი ამ აზრამდე მიხვიდოდი, რომ მიმღებლები უნდა გავხდეთ ვეგეტარიანელების და ვეგანების და შენ თქვი, რომ არასება ხორცის მჭამელი, გქონდა თუ არა ესეთი მომენტები, რომ აი თავიდან ცოტა ისე ეჭვის თვალით უყურებდი ამ ადამიანებს, აი მანამდე რას ფიქრობდი და რა შეცვალა შენი დამოკიდებულება, თუნდაც რომ დღეს ესე ფიქრობ. ეს არის მიმღებლობა ეთიკა. სანამ უშუალოდ ფიტნეს ინსტრუქტორი გავხდებოდ მე პირადად, მქონდა მსგავსი საკითხი, რომ ვერ ვაანალიზებდი იმ მომენტებს, თუ როგორ არ შეიძლებოდა მაგალითად შეეჭამოთ ხორცი და ხორცის გარეშე ეცოცხლოთ რეალურად მე რა თქმა უნდა მოგახსენეთ, რომ მივირთვე ყველანაირად, ანუ ყველაფერს მივირთვე, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ეს უბრალოდ ადამიანის გადაწყვეტილება, მისი კეთილინება და მას უნდა რომ იყოს ესეთი და მორჩა. რა არის ამაში ცუდი? მე ვერ ცუდს ვერ ხედავ, უბრალოდ გააჩნია რა მიზანი გააჩნია თვითონ ადამიანს. მიზნის მიღწევა თუ გინდა დღეს, ხორცის გარეშეც მიაღწევ. ეს ესეთია ცხოვრება დღევანდელ დღეს. მე თუ მკითხავ, რეალურად ფალსიფიცირებით რომ მივუდგეთ, ხორც პროდუქტები უფრო საშინელ მდგომარეობაშია, ვიდრე ჩვეულებრივი სურსათი, რომელსაც თვითონ ვეგეტარიანელი მოიხმარს. გაგა, შენ როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი, მე და ნატალიას რას გვირჩევდი და იმ ადამიანებს, ვინც ვეგეტარიანელები არიან, ვეგანები, როგორ შეუძლიათ, რომ დანაკრისი, რასაც ხორცის სახით ვერ ვიღებთ, მივიღოთ სხვა გზებით და საშუალებებით. დიახ, როგორც წინაზე აღვნიშნეთ, ადამიანებს, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ გახდნენ ვეგეტარიანელები ან
ეს ჩვეულებრივ დაბრკოლება არ არის. ჩვენ მედიცინურად ვითარდებით ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, და გვაქვს საშუალებები მედიკამენტების სახით, უბრალოდ ვიტამინების სახით, რომელიც არის B12-დან დაწყებული, კალციუმით დამთავრებული, რომელიც შეგვიძლია დანამატის სახით მივიღოთ და აღვიდგინოთ ის რესურსი, რასაც მაგალითად ხორცს პროდუქტებიდან ვერ ვიღებთ. ხო, შენ ისე საუბრობ, რომ ხარ გადაწყვეტილი გახდე ვეგეტარიანელი. აუც და მსხორები მაჩვენებს, გავხდეთ თუ არა. ალბათ მომავალში გამიხილოთ მის გასაკეთებას. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით თანაწამყვანები, იმიტომ რომ ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რაც ამ ეტაპზე ალბათ ცოტა კიდევ უფრო მეტად გასაშლელია და ცნობიერების დონეზეა, ასე ვთქვათ, ასამაღლებელი ჩვენ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ნაკლებად გვცნობენ ვეგეტარიანელ, ვეგან ადამიანებს და ხშირად ხომ მიდგომებიც ისეთია, რომ რაღაც სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ და რეალურად ერთმანეთის გადაწყვეტილებას უნდა ვცეთ პატივი. აქედან გამომდინარე, მადლობა, რომ ჩვენი გამოცდილება გავაზიარეთ, მადლობა, რომ მოგვეცი რჩევები, მადლობა თქვენ, რომ გვისმენთ და გვიყურებთ, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. კარგად სანადეთ. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადანეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო დისტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.